თბილისში ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაახლოებით 14000 კვადრატულ მეტრზეა დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია. დამწვარია რამდენიმე მაღაზია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, როგორც გითხარით და ცეცხლით თვითმხილველის ცნობით, ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით დილის 7-ის ნახევარზე გაჩნდა. ჯერ უცნობია მიზეზი, როგორც თბილისის სახანძრო სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსი ამბობს, უსაფრთხოების მიზნით ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც განხორციელდა. ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა ადგილზე. სახანძრო სამაშველოს სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. 7-ის ნახევარი იყო, ზუსტად რომ შემოვედი აგერ საცხობში მუშაობდა. 2 წუთი იყო გასული, მე ვთქვი რა ბოლი დადგა გარეთ, რომ გამოვიხედე, აი აქედან აგერ ზემოთ მეორადებია. იმ მეორადებიდან ბოლი ამოდიოდა და იმ წუთში ვეცი ტელეფონს დავრეკე სახანძროში, მაგრამ წამებში წამოვიდა ცეცხლი ესე, მაგრამ რას გაუჩნდა და საიდან დაიწყო ვერ გეტყვით. სულ გადაბუგულია ეს საცვლის მხარე და იქით ამ მხარეს მე ვარ პროდუქტებში და ის არ ვიცი, ჯერ ვერ შევედი არც იქიდან არც აქედან მიშვებენდი. მეუღლემ დამირეკა რომ იწვის ჩვენი საწყობებიო. მეტი არაფერი არ ვიცი, მოვედი და მთლიანი დამწვარი იყო ყველაფერი. 112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. დაახლოებით ხანძრის ქრობაში ჩართული არის 30 სახანძრო სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა. მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, მეხანძრე მაშველების მიერ მოხდა აღნიშნული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია, დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. კვადრატულობას რაც შეეხება 15000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები ხრჩოლავი კერების.